მე მაინტერესებს აი ამ საუბრის შემდგომ ეხლა დღეს თქვენ როგორ თვლით? აი ეს ტერიტორია, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ან ის მოსახლეობა სარგებლობს ამ ტერიტორიით ეხლა დღეს? ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ახერხებდა, სანამ ამას გავაკეთებთ. სრულად სარგებლობს. ერთ წუთით. ანუ კონტროლდება და სარგებლობს ხალხი? მისმენთ. საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს ტერიტორია უკაფე. ეხლა მე არის 5 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში გრაფენი, მაგრამ კონტროლდებოდა სრულად აი ეს ბუფერული ზონა, რომელსაც თქვენ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს და ეუბნებით, რომ დავკარეთ 100 ჰექტარი, წყვილს ამბობთ უბრალოდ, წყვილს. ერთ ფაქტობრივად ჩუქნით. ნუ ნერვიულობ, კაცო, ნუ ნერვიულობ. სანერვიულობ კი გაქვს საქმე. ნუ ნერვიულობ, იმიტომ რომ მე ძალიან მარტივ კითხვას ვსვავ, ერთ წუთი კაცო. მარტივ კითხვას ვსვავ. ანუ ამბობ ეხლა, რომ ის ხალხი აქ ვინც მოვიდა და იქ ვინც ცხოვრობს, წყვილს იძახის, რომ ვერ შევდივართ იმ ტყეში. ბატონო, თქვენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ერთი წუთით. დაკითხვაზე რომ მიიყვანეთ პროგრამა. ერთი წუთით დამაცადე ეხლა. დამსმენად გახადეთ სუსის ხელმძღვანელი. ნახე, გავიგე რომ გაიჭედე. გავიგე რომ გაჭედილი ხარ. ერთი წუთი, ბატონო თენგიზ ერთი წუთი. ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ეხლა უცხოეთი და რო ლაპარაკობს, გახარია. ის არის მართალი, რომელიც ამბობს, რომ იქ თურმე ხალხი შედის ამ ტერიტორიაზე, აი 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე, თუ ის ხალხი არის მართალი, რომელიც იქ ცხოვრობს და აქ მოვიდა და ამბობს, რომ ვეღარ შედის იმ ტერიტორიაზე, რომელია მართალი? მართალია ის, რომ ის ხალხი თავისუფლად უნდა შედიოდეს, თუ ვერ შედის. არა, უნდა შედიოდეს, მაგრამ ვეღარ შედის. ვენი უნიათობის ბრალია მე. აი უყურე ეხლა რა შეასაქმე. ვენი უნიათობის ბრალია. ნახე, ნახე, ეხლა შემდეგი კითხვა. ეგ უკვე წაგებული ხარ. იმიტომ რომ ანუ დაადანაშაულე ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს. და ეხლა საზოგადოება ვის დაუჯერებს? უცხოეთში გაქცეულ გახარიას დაუჯერებს თუ ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს და ვინც ამბობს, რომ აი ამ ტყით ვეღარ სარგებლობს. ეს გასაგები ერთი წუთი. იმ მომენტიდან ვეღარ სარგებლობს, რაც თქვენ იქ ჩადგით საგუშაგო. ეს არის მომენტი. ეხლა შემდეგი კითხვა. თქვენი ამოცანა იყო ის, რომ ნაკლებად ეფექტურად რო აკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ну, როგორც თქვენ თვლით, უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ და ამიტომ ჩადგით ეს საგუშაგო, ხო ესეა? უფრო ეფექტურად გავეკონტროლებინა ერთი, მაგრამ გარეკო მთავარი იყო ის, რომ ბორდერიზაცია არ მომხდარიყო. ხო, კი ბატონო, ბორდერიზაცია არ მომხდარიყო, უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ. მაგას ვამბობ. კი ბატონო, ნახე. არა, აღარ უნდა ეხა ამდენი გასაგებია რომ კითხვები კი ისეთია რომ პასუხებს ვერ წერთ. ანუ ამოცანა ეს იყო რომ უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ. მაგრამ რეალობაში რა მოხდა? ბორდერიზაცია არ მომხდარიყო. ბორდერიზაცია. დადასტურდა ეს, ნახე, ერთ წუთი გამოსაკითხ პირს მიმართავ. დაკავებები იყო და არ დადასტურდა ეს სუსის მიერ. არ დადასტურდა დაკავებები. იყო სულ 2 პირის შეჩერება აი ამ ტერიტორიაზე. და შემდეგ ჩამოსვლა და თქვენი ამოცანა რა, ანუ უფრო უკეთეს სიტუაცია ყოფილიყო საგუშაგოს დადგმის შემდგომ, აღმოჩნდა რომ საერთოდ დაკავებები აღარ არის ამ ტერიტორიაზე და აღარც ბორდერიზაცია აღარ არის, აღარ შეჩერება აღარ არის, იმიტომ რომ მთლიანად წაიღეს საგუშაგოს დადგმის შემდგომ ეს ტერიტორია. ანუ გამოვიდა რომ თქვენი გადაწყვეტილებით რეალურად აბსოლუტურად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ტერიტორია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადასტურებულია სუსის მიერ. თქვენ თუ სხვა რამე ფაქტი გაქვთ, ვიდრე სუსი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაკავებები არ ყოფილა, ეს უნდა მოგემზადებინათ აქამდე. 10 დღეა თუ 12 დღეა უცხოეთში ხართ, კაცო, და ეს კითხვა რო გვექნებოდა, ეს არ იცოდით? დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არა გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საგუშაგოს დგავთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტანაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან. ხალხი იქ დადის, ტყეში დადის, იქ პრობლემა არ აქვს, მხოლოდ ამ წლების განმავლობაში 2 ადამიანი შეაჩერეს და არ დააკავეს და ისე გაუშვეს და თქვენი გადაწყვეტილების შემდგომ ამ ტერიტორიაზე რეალურად მივიღეთ ის, რომ საერთოდ ვეღარ სარგებლობენ. აი ეს არის სურათი.